გამომშვიდობის საპარლამენტო მაყურებელთა ეთერში გადაცემა საუბარი მოძღვართან. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდება ქუთათა განათლების პოლიტიკა. დაგვასწრეთ თქვენი. განაყოფება მარხვას შევდექით, მარხულოთ, ლოცულოთ და მოდი ამაზეც რო ვისაუბროთ და ჯერ გადაცემა დავიწყოთ სახარების განმარტებით. ეს კვირა დღე პავლეს მარხვა იწყება და ეკლესია იხსენებს ღირს და ღირსშესანიშნავ მამებს გაფრინდებს ათონის თავზე რუსეთში, ჩვენ საქართველოში გაფრინდებს იხსენებს და ზოგადად ტრადიცია მართლა ეკლესიის. ახსოვდეთ ის წინამძღოლების ცხოვრებისა. თავიდან მოციქული წინასწარმეტყველი იყვნენ და პავლე მოციქული ამსო მეთა დაადგინა ეკლესიაში მოციქულები წინასწარმეტყველი თავარნი მოძღვარნი და სხვა ნიჭიერი ადამიანები. და ეს ქრისტიანობის მამანი მეუდაბნოენი და განმარტოებული ცხოვრებანი და სოციალური საზონავი მინიმალური აქვს. თელი დრო მათი ეთმობა ღვთისმსახურებას. რას ისეს ღვთისმსახურება შემთხვევაში? ღვთისმსახურების აზრისი არის, რომ მერთმა ადამიანს შექმნა ღვთის ხატებისა და მსგავსებისათვის. ხატება ყველა ადამიანში როგორც ყველა ნიჭით ეს. მაგრამ მსგავსება ღვთისა დარღვეულია ჩვენში ჩვენი დაცული ბუნების გამო, თოდების გამო. ამიტომ მოღვაწეობა მამებისა და დედებისა მონასტრებში იმსახურებას, რომ აღდგეს მსგავსება ღვთისა ჩვენში. და ეს წოდები და წერილი ეუბნება ლოცვით და მარხვით განიდევნება ეს უკეთური სული მართუნებელი. იგი როგორც ერისკაცს შეეძლება მარხვა განლოცვა, მაგრამ ბერის ხორებს მთლიანად არის დაკავებული. ეს მარტო კითხვა არ არის, აითა შემთხვევაში. თუ მარტო საკითხავად იქნება ეს საღვთისმსახურის წიგნები, ზედაპირული გვაქვს ჩვენ, ალბანი გვეცოდინება, სიტყვებს ავიკითხოთ, მაგრამ სიღრმე შინაარსისა ამ სიტყვებისა დარჩება ჩვენს გაუგებარად. უკვე ფიქრობს, რომ თავარია სწრაფად დაიკითხოვნე, ან ნელ-ნელა დაიკითხო. თავარია გაასწორებირო და უფრო მეტია ითხოვ ღვთისაგან მადლი და წყალობა, რომ გაეხსნა შენი გონება ამ სიტყვების სიღრმის მცდომისათვის. მაშინ გონება ნათლდება და ყვიდრდება მაშინ მშვიდობა, სიყვარული, წყალობა, ინტელექტობა, მოთმინება და სხვა მრავალი სათნოებები. აი მაშინ იწყება ღვთისგავსების საკენცვლა ადამიანისა. დიცულოვანი ხმი, მოთმენი არის, ბოროტება სიკეთის პასუხის გაცემა შეუძლია და კეთილ საქმის კეთება ბოროტის ნაცვლად. და ამის ჩვენთვის პირველი მთავარი მაგალითი მაცხოვრი ჩვენ იესო ქრისტე. რომ გეცანს ბავშვებსა მის შესაძლებლად მოვიდნენ მოციქულმა პეტრე მოინდომის დაცა და ფალიუბნება რომ ინდოდესო ვითხოვდი და მამას და 12 ლეგიონს აგებს გამოგზავნე და ვით შემეხებოდა მე, მაგრამ როგორ უნდა ახშულდეს მაშინ ის ისეთ ვარ მე ქვეყანაზე. აი მისია შენი უნდა იცოდე ქვეყანაზე და მოციქულის მისია ჩვენი ღვთისათვის სოწვის შეწირვა. ბოროტების პასუხისგაცემა და სიყვარულს მიმართ და ვედრება მამისა და მამა მიუტევა არ იციან ასაკეთებენ. აი დაიტიო მთელი კაცობრიობა შენ თავში დაცემული და ზრუნავდე მათი აღდგენისათვის. მაგრამ უფალოცადველია და ჩვენ მართლში საკუთარ თავთან ბრძოლა. ჩვენში აღდგენა იმ დაცემული სახისა, ჩვენ შევიძინეთ თობის დაცემით. ადამიანში ყველამ შესწოდაო.
და აი ამ მამების ზღვაც პატივს მიაგებს ეკლესია. ერთიანად ყველას განურჩევლად და ათონის თასი გავწყინებულდა ესე რა თქვა მინდა. მე ამას კვირას იყო ტირვა გავიხსენე ჩვენი ადგილსვენებულ დიდი პატრიარქის დიდი სულის ადამიანის იონების სული ღვაწლით მიღწეული ეს იდეადების რომ მან ასე იგი გულისხმა საქართველოს სიახში ვინც გავწინდა გამტირდა რომ ზეციურ საქართველო არა ტერიტორიას საზღვრები აქვს არა ზეციურ საქართველო ეს ვინც მოღვაწეობს საქართველოში საქართველოს ეკლესიაში და გავწინდა ისევე როგორც თოთ საბერძნეთში იყვნენ თუ სხვა ქვეყნებში თოთ ბულგარეთი, რუმინეთი, სერბეთი, რუსეთი, უკრაინა არა ქუშო მართალიც მოღვაწეობდნენ იქ ლოცვით და მარხვით მოთმინებით ხო აი იყო არის ზეთისა კაციო ქვეყნის ანგელოზიო და ესე კაციო როგორც თოპარში არის ხომ ეს მამებზე ნათქვამი აი რომ ზეთის კაცი მისას სრულყოფილებას მიხდარი ადამიანი და ქვეყნის ანგელოზი რომ აქ უნდა შეიძლება ანგელოზი ცხოვრება აი ეს არის იმ მამების ღვაწლი დედების ღვაწლი და მათი ლოცვით მრავალი არა μόνο სასწაული მოხდა რა გადარჩენა კიდე ადამიანისა და მოწობა რაშინა სულიერი სიმხნევე სიდიდე და სულძელება სულიერი აი ამას ეთუნა ეს ამ კვირის საკითხავები იქ არის მოყვანილი სახარებდნენ სიტყვა ხის მამების ვაც ეხება რომ ისეც უნდა რომ უხასებს გახსოვს რომ აიღე უელჩი თქვენზე და ისევ ჩემგან შიდარდან დავალგულითა აი უღელი ჩემი თქვენზე რა უღელია დოგვარი უღელჩემისო სუბუხარს ტკბილ და სუბუხარსო ეს უღელი არა მარტო ზოგადად მარხვა და ლოცვა არის არამედ სინანული და უღელი სიყვარულისა მიყვარეთ ერთმანეთიო როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ უყალეობა საგან კიდე ამოშობ იყავ სრულყოფილნი როგორც მამა თქვენ ზეცათა სრულყოფილია სულიაო აი ასე მრავალი კუთხით და მრავალი მხრიდან პატრის ჩვენ წმინდა წერილი თაებრივ სიტყვებს ჩვენ საკურნებელს ამ მამების გახსენებით კალენდარში კი დავიკითხეთ მსახურება აღვასრულეთ სახარებიდან საკურნმოწყოდან კიდე დავიკითხეთ მოციქული პავლეს გალატათელის ეპისტოლეში არის ეს სიტყვები რომ ეს სამამო საკითხავს ხდება დაკითხავ სიტყვებს რომ ნაყოფი სულისა არის რომ სიყვარული სიხარული მშვიდობა საწმოება მარხვა ჩამოთვლილია და შემდეგ დააზრეს კიდე რომ მოციქული რომ ვინც ეს აღასრულაო შეძლო ხო ის უკვე აღარ ექვემდებარა საჭიროს ანუ მან მიაღწია სრულყოფილებას ღვთის გავსებას ამდენ შესაძლებელი ადამიანის ის ჩვენ პირველში გვართებს საქართველოს სიახში გაფრთხილებული წმინდანების ცხოვრება და დიანზე დაჟნის მისა 12 მოსწაფის ათონ მამების და სხვა დიანის მოწამეების ის ღირს და მეცნიერს მამების და ჩვენი კეთილმორწმუნე მეფეების დედოფლების აი ამას მიეძღვნა სოციალ კვირის საკითხავი და იმათ ლოცვით მათ მიმართ ვინც გავწყინებულია ზეცაში ვინც ჩვენთვის ოცნობს
ხელი მოუწოდა. აი, ადამიანი რომ თქვათ, შემოგვიყვეს მარხვაში ტაძარში დადის და შემდეგ აღსარებებში ვერ ვანალებ, როგორც კი საუბარს დავიწყებ, იქ გამკითხვაში ვარდები. ხოდა რა უნდა გაუგეთოს მის თავს, რომ ამ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს. ზოგს ერიდება უთხრას იმას გაჩვენდი, გაჩერდი, არ განიკითხო. ამას ვერ ეუბნება და თავადაც ერთობა. ამ მორიდებით და და იწევს განკითხვას გულში. თუ ვერ ლოცულობს. გასაგებია. ეს სამწუხაროდ ჩვენი მოვლენა არის. ჩვენ ვიღაცა გვიშლის ხელს. და ამ დროს ვეხები რომ უფალი მეტი ღვაწლისკენ მოგიწოდებს. რა უმილეს მეტი ღვაწლი. მოდი და შენ ილოცი იმ ადამიანს ისეთ ახლა ხვაურობ სადაც და მათ არის მოკლებული. მე მისი განგეთეს მეც კარგად მადლს, ანუ მრავლდება უმადლო მდგომარეობა შენ ეკლესიაში და მოდი უფალო გააკეთებინი იმას, რომ ღვთისმსახურებას შესმართებს სიჩუმე, გმილი და ჩართულობა მსახურებაში, ლოცი და მარხვა. ადმინატრიის სიტყვის მოსმენით და შესაბამისი მერე დაშქიმის გაკეთებით საკუთარ თავისთვის. მე რა მაკლია, რას ვერ ვაღწევ, რა მიჭირს. და მადლობა შევწირო, რომ უფალი დღეს მე თუ ვემზადებოდი წინაზიარებისთვის შემიწარებს მე თავის წიაღში. ეს არის რატომ ბოროტება თუ სასტურით სხვისი ცოდვები ქვეყანაზე ხილული ჩემთვის ხდება. ჩემთვის ხდება იმაგებ რომ მე როგორც სარკის ჩემი თავი დავინახო. ერთი. მეორე რომ ვილოცო რომ მე არ გავიმეორებს. ვილოცო რომ ის არ გამიკითხო და როგორც ნათქვამია რომ ის ხალ შეიძლება შეინანებს და შენდობილი იქნება და მე სინანული არ მაქვს დავჩები მოუნანიებელი. ასე რომ მოდით ასე უფალმა მოხდა ჩვენ ის გზა აი ჩვენი განხდობის მიღწევის ღვთისგავსების მიღწევის და ამაზე იფიქრე. მაგრამ ეს ყველაზე ძნელი არის ამ უფალს რომ უღელი ჩემი თვილარ სუბუქ ხადად თვილარს. სუბუქი არის რომ შენ ცოდებისგან გათავისუფლებს. ტკბილი არის რომ უფრო მეტად შეიცანი უფალი. მეც სიყვარულიას და თუ შენში სიყვარული შემოდის ღვთისა და შენ მიშდება სიყვარული მოყვას ეს მიმართ, მაშინ ცხადია რომ ეს უღელი სუბუქი და ტკბილიც არის. თუმცა მიიღწევ დიდი მოღვაწეობით. ძიმე მარხვით იქნება, თუ ლოცით იქნება, ღვიძარებით იქნება და ხშირად იმაზე უარისთქმეთ შენთვის გინდოდა, მაგრამ შენ მოყვას სჭირდება და შეიძლება გაცემა რომ გათავისუფლდე იმ მიჯაჭულობისგან, რაღაც საგნებისგან, ნივთიესამისგან, რომ სხვას დაეხმარო და შენ მოიკლო. აი ეს არის ის მოღვაწეობა, რომელიც სრულდება ხოლმე ღვთისმსახურების დროს, თუ ჩვენ ჩართული ვართ ეს. აი ადამიანმა შეიძლება ხარო გვისმენს თქვას აი როგორაა სუბუქი რაც ეკლესიაში სიარული დავიწყე მე უფრო ძოლები და რა ვიცი არა ხდება ჩემ თავზე. ხო და თუ გაგვძოლები ნედარ შენ მაგრამ გააშია ვიძახთ ბრძოლაცა და ბრძოლაც არის. არის ბრძოლა რომ შენ დაანებულოთ და მარხვას და მაცტური და არის ბრძოლაცა შენ უკვე ხეთრად უშლი და განიკითხავ და ეს უკვე სხვა ბრძოლა არის. არის ბრძოლა რომ განწმენდისაკენ და არის ბრძოლა რომ თუ რამე კიდე სიტყვის ნაწამი დარჩა შენ ისიც ჩაახშო. ეს სხვადასხვა ბრძოლა.
მაცურისგან არის ბრძოლა და ანგელოსთაგანაც არის ბრძოლა. აი საოცარი მაგათი არის იაკობ იუდა მოციქულის ეპისტოლის იუდა ხორციზმა უფლისა იყო ის გარკვეული იუდა არ არის და იქ მოყავს ესეთი მაგალითი რომ როდესაც მოსწიასემ გარდაიცვალაო დავა ქონდაო ეშმაკსო თავრადად მიქაელთანო რომ არა მე მეკუთვნისო მის სულიო მე უნდა ვიყო და თავდეოსო ვერ იკადრა ეთქვა რომ როგორ ვიმედო მე ვარ მიქაელ ანგელოსა ხედავთ თავარი და არა თქვა უფალმა აგიგრძალოს შენო აი საერთოდ გადმოცემა არის იმ ფაიდელი შუი ცხოვრების ხედვის რომ მე ჩემი ძალით კი ვერ შევძლებ და შეიძლება ეს ჭიდილი კიდე გადაისახოს უფრო როგორი თვითონ იმისთვის ვინც იბრძვის და მე თავი გძალოსო რაც ეხება ისო ჩვენ თუ არასოოდ ვიბრძვით მაშინ მართლება სიტყვა ერთ-ერთი ფილოსოფოსი შეიძლება უწოდოს მას და უფრო ესთეტი და ადამიანი იყო მე-13 საუკუნეში და მასაც რა თქვა რომ ურჩხულთან ბრძოლისას რომ გეშინოდეს შენ თუ არ იქცე ურჩხულათო რომ შენ თუ დაიწყო მისივე ილეთები და კანონმოქმედება შენ რომ მოერიო იმაზე უარესი უნდა გახდო დაამებე თავი იმას შენთან კონცეპტი და შენ თავი დაიცავი იმ თავდასხმის მისგან მოდის აი ეს არის წინა მამების ღვაწლის ერთ-ერთი უნიშნულობა რომ შენ განთავისუფლდე აი ამ კეთილ ძალების შენ თავდასხმებისგან როგორ ამო გულისხმები გულის სიტყვებისგან გულის ზახვებისგან ხო მაგრამ ეს მძიმეც არის და ჩვენგან მუდმივ სიფხიზლეს ითხოვს უცოდელი არავინ არ არის მაგრამ როგორ გაიელვი რაღაც ცოდით მაშინ შეინანე ნუ არ გადადებ ერთი კვირის შემდეგ თუ როდესაც მოდარი ჩამო მე ახსენებას ვიტყვი მე გავიწყდება რომ უნდა გაგსათქმე და მოდის აღარ იცის რა თქვა აღარ ახსოვს რა იყო პრობლემა აი ეს არის თავი პრობლემა ჩვენი ეს არის ასეთი შეკითხვა არის კიდე მე იმწერეს რომ რატომ არისო თუ ღმერთს ყველა ადამიანი უყვარსო რა არის რჩეულებიო მაშინ რჩეულები რატომ არისო ყველა ადამიანი თუ უყვარს ღმერთს ის რჩეულები რატომ არსებობენ იმიტომ რომ ვინც მეტად შეიყვარა ხო მას მეტი მიეტევო უფალი ვინც შეიყვარა მეტად იმას მეტი ეპატიებო და თუ მეტი ეპატება უფრო უფალს ემსგავსება უფრო მეტად ის ხის მიმტევებელი ხის მეტად და უფალი ყველასას დუნავს მაგრამ ყველა არ ცდილობს თუ უფალი შეიმესწოს და უფლის გზით იაროს ასე რომ ეგ ჩვენი არჩევანია უფალს არჩევანი არ ჭირდება ეხლა სული სიყვარულია ის არ ირჩევს ის ზრუნავს ყველასათვის და ამიტომ მათ შეუგნება მოწაფეებს რომ ახალ ცნებას მოგცემთ გაძლევთ თქვენო იყურთ ერთმანეთს როგორც მე შეიყვართ თქვენ ხო ძველი ახთვის ცნება არის იყურეს მერტი შენი იყურეს მოყვასი შენი ითად შენი თავიო და უფალი იყურდეთ ერთმანეთი როგორც მე შეიყვართ თქვენ ანუ აღმატებულმა თავი დაждო უმწემესათვის მეტო ის სულეთი სუსტია შენ ძლიერი ხარ ნუ კი განიკითხავ სადაა შენ ძლიერება არა იზუნე მისის რომ ის მოიქცეს განასწრეს მაგრამ ეს არის ყველა ძნელი ეს მაჩვენებელი თუ ჩვენ ეს არ შეგვიძლია ესე ჩვენ ვერ მივახცეთ კიდე არაფერს ჩვენ პონდა გონია რომ სადაც ვართ მაგრამ იქ არ ვარ სადაც გონია პირიქით
ისედაც გჯერა ვიქავართ. მე უკვე ეხლა ამ შეკითხვას რომ ვფიქრობ რომ ესე იგი უფარს ყავს გამორჩეული და მეტადობას და აი ესეც შეიძლება ასე ვქვა. უფალმა რომ გამოარჩია, იმას მეტი გამოცდები ქონდა და მეტი ტანჯვა და ის ქონდა და ამიტომ შეიქმნა აგი რჩეული და რო ღვთის გვერდში მეტი უფრო იმად დადგა, ხო ასეა, იმას მეტი სატანჯველი ქონდა. ხომ რა ვისგან ქონდა სატანჯველი? ტრისგან და მტრის ის მაგია. ანუ არა მარტო ღვთისგანაა დაშვებული. და დაშვებული რატო არის ღვთისგან? რომ გამოჩეს სხვებისთვის სამაგალითო ცხოვრების ნიმუში. ვისაც ის სხვები წაღვევია, ხო? წინამძღვარივით გახდება მათ შორის ასეთი ადამიანი. როგორც იყო თქვათ მოსე, ხო? კი. იოსები როგორც იყო. აი, მრავლებული იობის წინსვე თამაშს ეძღვნება. რომ შენ უნდა შეძლო და მოითმინო. ესეთ უღელია და როდის არის სუბუქი და მძიმე არა მაშინსა შენ იდგამ უნდას არამედ შენ ან უღელით გამოიღებ ნაყოფს სიყვარულისა. ანუ უნდა მიაღწიო. ეს უღელი არის საშუალება რომ მიაღწიო. ეს უღელია როცა დამარხვა, ეს უღელია ხელმოქმედება. ზღალია მიტევებლობა, ის ღელია სინანული. ხო? ჩვენ ხედავთ რომ ჩვენი ცნობიერება სულ გარშემო ვეძიებთ, ღვთის სიტყვების და ცნებების გარშემო. და გარშემო კი არა ჩვენში უნდა შევიდეს ეს. ჩვენ აქედან ვიყავით, მაგრამ ეს არის ყველაზე რთული. და თუ შენ დღეში ერთხელ უძი შენზე ჩათეუბედელის ადამიანი ხარ, იმიტომ რომ ეს დღეს არსია ამ ფიქრების დახვევით, სურვილებით, განკითხვით, სასწული ხელის დანახვით და ფიქრით. ასე რომ ქრისტიანობა დიდი სიხარულია, მაგრამ დიდი მსოფლმხედველობა შენი მხრიდან. თქვენ აი რა ვიყოთ ოჯახშიც მამას რო ყავს 8 შვილი ან 9 შვილი და იქიდან мама რო აკვირდება რომელ შეუძლია რომ და რომელი ასეთ რომ გვერდში უდგეს მამას მტკიცედ. აი იმას ხო იყენებს мама, ისინიც კი უყვარს, განა არ უყვარს ხო ასე უკვე, მაგრამ ესაა გამორჩეული და რჩეული, იმიტომ რომ ეს პატრონობს იმ ძმებსაც და გვერდში უდგას და მისაბაძი ხდება დედმამიშვილებში. ასეც ხო არის? ო, კი. აი ხა გამახსენდა ჩვენ მაშინ ხო საერთოდ განათლების გეოლოგია და გეოსამსახურში ვიყავი და იქ ერთი სხვა იყო გეოლოგიური ჯგუფში, მაგრამ შეხვდით ერთად საუბრობთ და მაშინ უკვე იცოდნენ რომ მე ეკლესიაში დავდივარ, ფსიქოლოგიში ვარ და ჯერ კიდე სასახურში ვიყავი და მან მითხრა იცი აი ყველაზე მეტი კვირადღე მიყვარსო პატარაობიდან და რათა მეთქი და мама ომში იყო წასულია და ჩვენ ნუ მედომშები ბერნი ვიყავითო და ხუთი ვიქს აღარ მახსოვს ზუსტად და მე ყოველ უმცროსი ვიყავი. ყოველ უმცროსი ვიყავიო ეს უფრო ძმები თავის წამოაწყენ ამავინი ეხა მომიტანენ და რაღაცე გემსახურეო და კვირადღე რო თენდებოდაო დედა წინა დღეს შაბათს ესე იგი ნუ ყველა დაგბანდა ჩვენ ეს გარეცხავდაო გააშობდა და იყო დილით ყველას დაუთვებული ხდებოდა თავის ასთუმართან ეს რომ ჩაიცათ სურთათო დღეს კვირადღეაო მე დავაყენებდა ხატი წინაშე და ათლოცო სიტყვა რა არის ათლოცო და მოქონდა საჩუქრი მომზადებულიო და მე პირველს მემაძლებდაო საჩუქრს და მითხა ჩემო პატარა ჩემო ჩაგრულო და ჩამიხუტებდაო იმ ძებს შურდა ჩემ მე მიტყუნესთესო ეს ზრდის ერთ-ერთი გზა არის მოითმინო ძმა არის ბოლო და რაღაცა გზის ენასე ნუ უხეშად მაგრამ გზის და თუ შენ არ მოიძულეს და მაგრამ ჩემთვის ზეიმი იყო ესო დედა ჩამიხუტებდაო და მე
პირველი საჩუქრე ჩემი იყო, მე ჩუქრიდაო და მე შემიყარებდა იმ დღეს მე ხელს არ ვკიდებდი და მეორე დღეს იწყებოდა და აი როგორ შეიძლება შეაყვარო კვირა დღე და ეს უფლის დღეა და ლოცვა იყო ეს პატარა ზრუნვის მაგალითად სიყვარულის და ფარველობის და თითქოს ადამიანს ესახშობდა. აი თქვენ სანამ აქ მოვიდოდით ტელევიზიაში ჩვენ სტუდიაში ვიყავით და დღეს ჩავწერეთ თქვენ მოგვითხრათ აი როგორ ცხოვრობდა იოსები. ხო. ზუსტად ხომ ეხება ხა ჩვენი საუბარი იმას მე მაგ გაყიდეს. ხო. აუშვეს, დააჩაგრეს, მაგრამ ღმერთმა ის დააწინაურა საბოლოოდ და კი. ასეც მოხდა. ჩვენი ადგილსეული უდიდესი დიდი მეუფე ამბობდა ხოლმე როცა ნუ გაკითხვის ვიყოლეთი რაღაცა არ ჯერდებოდა და აი ესეც მეკეთებული კიდე რაღაცას და ხოდა მე უფალმა რაც შემაძლებინაო ის გავაკეთეო ვისაც შეგიძლიათ მეტი თქვენ გააკეთეთო მე ხო არ გიშლით ხო აი ეს საოცარი სიტყვა მე უფალმა შემაძლებინაო რაც გავაკეთეო თქვენ და თქვენ გაკითხვით ახალ სასე ასე რომ ეს ამიშოვანია მაშინ როცა შენ სულიერ ცხოვრობ შენ ცხოვრობს აზრისი აქვს რატო შეცხოვრება მარადილობისკენ არის იმავალი გზა ესაც არის ცხოვრებისა და ამის გარეშე შეეწინი მივალი საფლავისკენ და შენთვის შენ გონია თავდება ცხოვრება არა მეწყე პასუხისგება როგორი ცხოვრ შენ ქვეყანაზე ესე განავითარა აი როგორც ხანახანი თქვია მშობლებზე აი ვარდყოლება მე დააფასებ უფრო მშობლებზე ახლა ის რაც პატრიარქი გარდაიცვალა რაღაცა უფრო ხვდები რომ ძალიან გვინდა ძალიან გვაგლია და გვჭირდება წავით თისნება იყოსეთ ხო ახლა უფრო ვაფასებ და ხვდებით ამას რომ ჩვენ მაგით უტრესიას ვულებდა ეხლა ვერდებით რომ ეს თითი პატრიარქში მეიტირთოს უკვე იტირთა უკვე მაგრამ ჩვენ ვერჩი არ უნდა უდგეთ და ახლა რეკლამის დროა და შემდეგ გავაგრძელებთ ჩვენი საუბარი გმირი ემშვიდობება ერთგულ მეგობარს ძვირფას დედას კიდევ უფრო გმირ ბაბუს ცხოვრების მთავარ სიყვარულს მონატრებულ ბიძაშვილს და გვტოვებს გაიაქტიურეს ელფის მართლაული მიტოპაკეტები 7 დღით მხოლოდ 10 ლარად 14 დღით 19 ლარად 30 დღით 39 ლარად ოღონდ ფრთხილად შეყოლა იცის გრძელდება ჩვენი გადაცემა თქვენ მეუფება და როგორ დავიხსნა თავი ჯოჯოხეთისა ჯოჯოხეთიდანო გვეკითხებიან ასეც აი შიში გვაქვს ამის და როგორ უნდა ვიცხოვროთ რომ იქ არ მოხვდეთ იქ არ მოხვდეთ ჩვენ ამაზე გვისაუბრეთ ჯოჯოხეთი სადღაც კი არ არის აი იქ არის აქ არის უფალი ეუბნება ახალი სიტყვებია რომ საშუალო თქვენ შორის არისო რა თქვენ შორის არის ვარ ჩვენ საშუალოში არა ჩვენში არის შესაძლებლობა იყო საშუალოში ვითი ეხისებებით სიყვარულით მოყვარს ღვთისა და საკუთარი ცოდვით ბრძოლით ხილება ხო და ასევე ვიტყვით რომ ჯოჯოხეთი ჩვენ შორის არის და ჩვენ ცოდები ჩვენი გულისკენ ჩვენ დახვებით და როგორც მოციქული ამბობს რომ კეთი რომელიც მინდა რომ გავაკეთო არ გამომდისო და
ბოტი რომ თარმიდა ის გამოდის რომ ეხლა პალიბოთქნაუს ასეთი მდგომარეში იყო ის მაგრამ დაძლია და ამბობს რომ აი ეს გაურებული მდგომარეობა ადამიანსა პირამს რომ აი საწყალობილი მე პალიბოთქნი ამოსაბედო ასე გაურებული გახაჩვაშოზე და ასე ჩემში ორივე არის ღვთის ხატებაც და სული მსგავსი სიხტებისა და არის შემოტევა რომ მე არ მივახციო ამ სრულყოფილებას და რაც ხელი შემეშალოს ამში ზდაში და წისლაში სასופერდა ჯერხეთ აქ არის მაგრამ ჩვენ ვის ხარეზე ვართ ჩვენ რომელი გზით მივდივართ ჩვენ პასუხს ამაზე ვაგებთ ისე არსებობს ეს ის პოლარიზაცია და მეორე კონფრონტაცია პოლარიზაცია ადამიანში ის სინთეზი აი თქვა პოლუსები და დედამიწაზე ჩილოის პოლუსი და სამთო პოლუსი არის დადებითი პოლუსი არის უარყოფითი პოლუსი მაგრამ ისე იქნიან ერთ ველს და ხდება სინთეზი და ეს ველი მაცოცხლებელია მე ადამიანისა მაგრამ ადამიანში ეს პოლარიზაცია გაურებული მდგომარეობა ის მასში კონფრონტაცია სიკეთის ბოროტების ბრძოლა ერთმანეთთან აი და ეს უნდა კარგად გესმის ეს ქვის ანთროპოლოგიის ერთ-ერთი ქვაკუთხედია რომ სადაც ის ცხოვრობს რომ გავიმარჯვო რაც უბრალოდ ღვთის შეწევით და ღვთის წყალობით და ღვთის მადლით განმეფება აი ასეთი კითხვა არ გიდო რატომ ითვლება დამნაშავედ ადამიანი რომელმაც ცოდვა ჩაიდინა უცოდინარობით არ ცოდნა ხომ არ ცოდვა საჭიროა თუ არა ამ ცოდვის მონანიება და როგორი ასეთი დროს პასუხისგებლობა მის მინდა ნუ ეხა როცა ადამიანს თავის გამართლება უნდა რასაკვირველია მე ვთქვათ არ ქონდა დაკითხული სახარება ну, кай ბავშვობაში არც იყო. და ხადია, მაგრამ მოთხულია ესეც არის თითო ადამიანში არის სინდისის ხმა მოცემული ღვთისაგან. აი სინდის კარნახ შენ თუ უზნობ და იქცევი, მიხვალ სახარებს წაკითხავდე. და გოგოცემა ის საშუალება და თუ შენ სინდის ხმას ახშობ, ანუ შენ აღარ ეძებ უფალს. და მაშინ ვერც იპოვი და დარჩები ესე. რომ აი საოცარ რაღაცას მithული გეუბნება რომ თვითონ ადამიანის გულში არის ეს დაწერილი. და თუ უსმენ, მაშინ მიდიხარ უფლის გზით და მე უფრო და უფრო წარმატებული ხდები. ასე რომ არ ცოდნა წიგნისა შეიძლება მოხდეს. არ მოსმენა სინდისისა ესევე აქორული მართლებ თავს. იცი რა, აი ყველა იქ აკეთებ და მეც გავაკეთე. ანუ შენ მაგათი შეთვის დაცემული ბუნება ადამიანისა თუ ღვთისიწმინდეა. მის გიდა მიბაძო. ანუ ჩვენ თვითონ რა ორიენტირი გვაქვს ცხოვრებაში. საერთოდ განმეფება. აი უმრავლესობა ახლა ეს პრობლემა უმრავლესობის ოჯახში დგას, ბევრ ოჯახში დგას, ადამიანი იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას და დანარჩენი არ მარხულობს, არ იცავს, არ ლოცულობს და ხანდახან ასეთი ადამიანი ვერ იკავებს თავს და მე მათთან კონფლიქტი გამოვიდეს, უფრო ჩხუბი გამოვიდეს, რომ რატო არ აკეთებთ ამას, დაიწყეთ ეს, დაიცავით მარხვა და აი როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როცა მის ოჯახში ის მართლოა ვთქვათ, შეუდგა გზას, ლოცულობს მარტო იცავს მარხვას და დანარჩენი არ მარხულობს. რა უნდა გააკეთოს ამ? უნდა მიუთითოს კაცრად, სიყვარული თუ როგორ? არა. თვითონ მოიმზადოს საჭმელი. თვითონ გაიცნოს საჭმელი. ხო?
ეთქო გავიყო მაგრამ ვინც თოთქეთ ასე ვიყავ მოთ ერთად მიმარხულოთ და ერთ ოჯახში ეს იყო ოჯახის წევრი ყველა მარხულობდა და ოჯახის უფროსი კაცი ესეთ აიცოდა და არა და მე კი სადაც წადილობდნენ ხალხი გამოაკეთეს ვინც არ მარხულობს არ ჭამს მოვიდა ითხოვა და ჩვენ სამარხო გვაქვს ხო კაი როცა გაქვს მომეციტო მშიერი ვარო და ასე და მაგრამ იძულებით მარხვა არ არის თვითონ ადამიანს თავისას აიძულებს მაგრამ მარხვა საჭმელიც ხო არ არის მარტო მოწყულია რომ საჭმელს სასწრაფოს არ იმკვიდრებსო მაგრამ ეს არის ის მინიმუმი რომ ჩვენში გააკეთო ჩვენში დაძლევრა ნაკროვანების ცოდვა გემოთმოყრის ცოდვა ხი იგდოლე რომ ერთ-ერთი პირველი ცოდვა რა იყო გემოთმოყარება გაიხედაო დედაკაცმა და უცხო ხილს იცქედა სობის მოყარება როგორია ეს თემა გავსინჯოთ და დამთავრდა ეს ჩვენ თუნდა გასასწოროთ ჩვენი ცხოვრება რაღაც მომენტამდე თუ ჩვენ ამას ვაკეთებთ აღმოჩნდება შემიძლია უფალი მაკეთებინებდა და ეხლა მე ვიცი ხა უფალი მაკეთებინებს მეგონა მე ვაკეთებდი შემიძლია უფალი მაკეთებინებს და ეხლა მე ვიცი გახსოვთ ეს ცნობილი ესეთი გამოცემა ერთ-ერთი მდელთავრის რომ სიზმარში ნახა ზღვისპირას ქვიშაზე რომ ორი ნაკვალევი მიდის პარალელურადო მე ერთი წდება და მეორე აგძელებსო სლოს ახსოვთ ეს ამბავი და სიზმარში ეუბნება უფალო აი ეს ნაკვალევი ერთი ხო ჩემია ჩემი მსხვილდა და მეორე ნაკვალევი შენიაო შენ ხო ჩემთან ერთად მოდიოდია და უფალი ეუბნება კი მართალია ეს ესეა და მე იქ სადაცო ერთი კვალი არისო ესო ჩემი განსასწრების ჟამის მაჩვენებელია ალბათ რომ კი უფალი მართალი ხარო და რატომ ტოვებდი მეო ერთი კვალიო და ფონი ვარო ეს კვალი ჩემიაო შენ სიარული არ შეგეძლო ხილში აყვანი მომყავდიო აი ეს საოცარი ესე იგი ხილვა ქონდა იმ დელთავას რომ განსასწრებით თუ ჩვენ გადავიტანეთ განსასწრებით უფალმა გადაგვარდა ეს ვახშობთ რა უფალმა ძალა მოგცა ჩვენ რომ გადავიტანოთ განსასწრელი და არ ვიცი ფიზიკურად არა სულიად არ დავეცით არ განკითხვაში მრიცხანებაში და აი რატომ მოხდა მე ეს არ მეკუთვნოდა მე არა და ნებით არის ესე გამოცდა არის თქვენმოწმება აი ზოგიერთი საუბარში ხმარობს ასეთ ყვება ასეთ და ლაპარაკობს რომ აი ადამმა 60-ში მოიწინა რამდენად სწორია ნუ ეს და შეუქმნა უფალმა დედაკაცი ამ მოწყინების დროს არა ხო ნათქვამი არაკეთილას კაცი ამარტო ყოფა ეს შეგეთხია არაკეთილას რატო მარტო ადამიანი ეგოცენტრიკი ხდება და როცა არის შენი მსგავსი მაგრამ განსხვავებული ამ ურთიერთობაში შენ ბიძრდები ურთიერთობით და მაშინ იზრდები ამ თვალის კაცი მარტო მაგრამ ვიტო დაიბერები რომ მარტო გადიოდნენ განდეგილები რა განდეგილებს როცა მიაღწევ მე ეგაზე აღარ გეკნება რომ ის ხო უფალთან არის ვაშან ანგელოსი არის ის მარტო არ არის გახსოვთ მასხოვარი თავის მოწაფეებს ხელმისაწვდომის ეუბნება გესამის ბაღში არ მისვლან და ეუბნება რომ თქვენ ამაღა მე დამტოვეთ მარტოს მაგრამ მე მარტო არა ვარო მარტო ყველამ დატოვა ყველა გაიქცა და
უფალი და მარტო არ არის. მოიწევს ლოცვას გეცემანის ბაღში. რაზე მისთვის მამო თუ შესაძლებელია რომ ამერიკას ვარ არ შეცვალო. რა? რომ შესვისი. რომ ცოდა რომელიც ხა ადამიანს ჩაიდინონ თუ შეიძლება არ ჩაიდინონ. ეს ცოდა არის ქრისტეს ჯვარცმა ტანჯვა ამება დამცირება შეურაცხყოფა და მერე ჯვარცმა. რომ ეს ადამიანის ცოდა არის. თუ შესაძლოა ეს არ ჩაიდინონ. მრავალი ცოდა არის, მაგრამ უფლის ასე შეურაცხყოფა და ხელი აღმართავაზე მოვიდა შესაცხონებლად ოპტიმიზმია და მაგრამ პასუხით მიიღო რომ ესეა და მათ ხოც პასუხობს რომ არავის მემნება თორე შენ მამაო აი ეს არის წერვალი სულიერი ძლიერებისა და გამარჯვებისა უცბამა ჩვენ დაგვანახა ეს არის გზა კანონმდებლობა ეხლა მიდის ეს აი ბრძოლა არის გარკვეული დაიწყეს ეხლა უცოდნარობიდან თუ შეგნებულად ლაპარაკობენ რომ აი ჩვენ ქრისტიანები ვინც თქვენ ვინც ეზიარებით მაცხოვრის ხორცს და სისხლს ეს არ არის ხორცი და სისხლი პური არ გარდაიქმნება არც ხორცად არც სისხლად ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს და ეს ტყუილია ეს გატყუებენ ეს არ არის არც უფლის ხორცი და არც უფლის სისხლი და უფალს არც უთქვავს რომ ნივთიერი ხორცი ჭამეთ ნივთიერი სისხლი ჩვენ კაცი ჭამბები ხوار არ უთქვამს არა სული საზრდო არის შენ თუ ღვთის სიყვარული ვერ დაინახე და ღვთის სიყვარული არ გაითავისე შენ ვერ იქნებ ქრისტიანი გათავისება ფიზიკური ჭამაკი არ არის გულში და გონებაში ეს იგულისხმება და უკვე სახარებაში არის ადგილი სადაც უფალწოდ ამ წეუბნება ვინც არ შეჭამს ჩვენ ხორცს და არ შეჭამს ის რომ არ არჩენ ისე და მიფიქრე რა თავს მოიკლავსო და საჭმელად მოვხდენს ჩვენო როგორ შევჯამ აბსურდამდე მიდით რატო მაჩვენე რომ მათ არანაირი სულიერი აზროვნება აღარ გაჩნდათ ვერ ხედავენ და უფალებს მე ვარ პური ცხოვრებისა ზეცი გარდამოსული ზეცი გარდამოსული პური ვარ რომელიც პური ჩვენი არსობისა საჭმელი გასმელი არა სულით გასაზიარებელი ჩვენ განვიზარდოთ ჩვენ უფალს ვერ მსგავსოთ უფალი ჩვენ შორის იყოს სახარებაში ცხობამ არის მე უფრო აიღო პური დაანტეხა და მისცა მოწაფეთათვის და მე გვინოზე არის ხო მეუნება სვით ამისგან ყველამ ამეთვისი არის ხო სისხლი ჩემი ახლის საქმის და თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატებოდა წოდოთა ხო ამ სიტყვებში ხო ეს დათქვა ხო და ნუ როცა არ უნდა მე 1000 იტყვის ისეთ ხდები რომ ეს ადამიანი ჯერ შორს არის ღვთისაგან მოსაის არის ის და მაგრამ ყოველ სამწუხაროდ კი არ არის შორს არის არს აიძიებს და ვინც ცოტა წინ არის უნდა ის უკან დახიოს ის გაკითხოს შეაბროს ეჭოფი ჩააგროს ეს არის ჩვენი გადაცემაც მივახლოვდა თქვენ დასასრულს და დავემშვიდობოთ ჩვენ ტელემაყურებლებს ემშვიდობებით პოდკასტ ტელემაყურებლებო მომავალ შეხვედრამდე ეცოდა გქონდეთ გაუგებთ